მოგესალმებით, საქმის კურსი პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას, რა თემებს დააბოთმობს დღეს ყურადღებას ნინო ტაბატაძე წარმოგიდგენთ. 2025 წელს საქართველოს ექსპორტი რეკორდულ 7.3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, წლიურ წრილში მატება 11%, უშუალოდ დეკემბერში კი ექსპორტი 22.5%-ით 673 მილიონ დოლარამდე იყო გაზრდილი, რაც შეეხება იმპორტს, ის 18.5 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც წლიურად 9.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. დეკემბერში იმპორტი 1.8 მილიარდი დოლარი იყო, 8.5%-ით მეტი ვიდრე წინა წლის დეკემბერში. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წელს 11.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53.5%-ია. შედარებისათვის 2024 წელს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ბრუნვის 44% იყო. საქსტატ ჯერჯერობით აღნიშნული მონაცემები დეტალიზებული სახით წარმოდგენილი არ აქვს და მას საქსტატი 20 იანვარს გამოაქვეყნებს, შესაბამისად, სწორედ მაშინ გახდება ცნობილი თუ რა საქონლის ექსპორტი და იმპორტი გაიზარდა ყველაზე მეტად. დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის ბიზნეს 2025 წლის ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით თითქმის 3 მილიონი ლარის ჯარიმა დაიკისრა. კანონის გამკაცრებამდე ხაზინაში ამოხლით გადახდილი ჯარიმებიდან მხოლოდ 1600 ლარი იყო შესული. დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში შესული ცვლილებებით კი 2025 წლის 1 მაისიდან საპენსიო ფონდის და შემოსავლების სამსახურის დეკლარაციის ბაზა გაერთიანდა და ბიზნესის მიერ ერთი საშემოსავლო დეკლარაციის გადაგზავნა ხდება. საპენსიო ფონდს უადვილდება დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაზე რეაგირება და კომპანიისათვის ჯარიმის დაკისრება. რაც პირველ ჯერზე 500 ლარია, განმეორებით შემთხვევაში კი 1000 ლარით არის განსაზღვრული. გარდა ჯარიმებისა, რომელიც ბიუჯეტში მიემართება ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, დამსაქმებელს ეკისრება საურავით საპენსიო შენატანის იმოდენობაზე, რომელიც ფონდში არ გადარიცხულა ან ვადის გადარღვევით გადაირიცხა. საურავის ოდენობა კი თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის არის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს დამატებული 5%. რა მოცულობის საურავი დაიკისრა ბიზნესს ჯერჯერობით უცნობია, რადგანაც ის მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე უნდა მიემართოს. როგორ მუშაობს ახალი რეგულაცია და რაზე უნდა გაამახვილოს ბიზნესმა ყურადღება? ამ თემაზე დღეს საქმის კურსში ვისაუბრებთ. ბიზნესის საკონსულტაციო ორგანიზაცია რაციოს ხელმძღვანელი ნანა ახლაი იქნება ჩვენი სტუმარი 15 საათსა და 30 წუთზე. სავალდებულო საპენსიო სქემის ამოქმედების შემდეგ კი კერძო საპენსიო სქემების განვითარება ისევ არ დაწყებულა. კერძო საპენსიო სქემებით დაინტერესება შედარებით მცირე. ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია GPI Holding-ში აცხადებენ და განმარტავენ, რომ მხოლოდ კომპანიის ძველი მომხმარებლები სარგებლობენ დღეისათვის ამ ტიპის სერვისებით. GPI Holding-ში მიიჩნევენ, რომ დაინტერესების გასაზრდელად მნიშვნელოვანი ცვლილებებია შესატანი კანონში, რაც კომპანიებს და მოქალაქეებს საშუალებას მისცემს კერძო საპენსიო ფონდებით ისარგებლონ. საუბარია იმაზე, რომ სადაზღვევო კომპანიები გარკვეული გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ, რაც მათ საშუალებას მისცემს უფრო მეტი ამონაგები მიიღონ და უფრო მაღალი პროცენტი დაარიცხონ კერძო საპენსიო ფონდის მონაწილეებს. GPI-ის განმარტებით დღეს ამ მიმართულებით სადაზღვევებს დაბალი პროცენტი აქვს, რაც მათ ბანკის ანაბართან კონკურენციაში ამყოფებთ. დაინტერესება ამ მიმართულებით საქართველოში ნაკლებია ძალიან, მხოლოდ ჩვენი ძველი ისტორიული კლიენტები ანხორციელებენ დღესაც ამ მიმართულებით საპენსიო დანაზოგების განხორციელებას, მივესალმებით იმას, რომ გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს ამ მიმართულებაში, რაც მოგცემს საშუალებას, რომ ჩვენ კიდევ განვავითაროთ ეს კერძო საპენსიო ფონდები და უფრო ხელშესახები ბენეფიტები შევთავაზოთ იმ ადამიანებს, ვინც შეძლებენ კერძო საპენსიო ფონდში ჩართვას. ამისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებებია გადასაწყვეტი სახელმწიფოს კუთხით, მნიშვნელოვანი ცვლილებებია განსახორციელები და ამისთვის მზად ვართ, რომ მათთან ერთად ძალიან აქტიურად ვიმუშაოთ. დავამუშავოთ ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც მისცემს ერთის მხრივ როგორც სადაზღვევო კომპანიებს, ისე მოქალაქეებს საშუალებას კერძო საპენსიო ფონდებით ისარგებლონ და GPI Holding-ი სწორედ ამისთვის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტური მიზეზი, რისთვისაც დაფუძნა, იყო პირველი სადაზღვევო და საპენსიო ჰოლდინგი. რა პერსპექტივა აქვს საქართველოში კერძო საპენსიო სქემების განვითარებას? ეკა გაზდელიანი მუშაობს ამ თემაზე და მეტ დეტალს შემდეგ გამოშვებებში გაგვიზიარებს. IT სექტორის სწრაფი ტემპებით ზრდას აგრძელებს ოფიციალური სტატისტიკით საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 2025 წლის 9 თვეში 791 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 66%-ით, ანუ 316 მილიონი დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი მთლიანად 2024 წლის შედეგსაც აღემატება. სექტორის ზრდის პარალელურად მზარდია მისი წილი ქვეყნის ეკონომიკაში და გასული წლის 9 თვის მონაცემებით ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორი საქართველოს ეკონომიკაში სიდიდით
მე-4 ადგილს იკავებდა და ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის 8.2% ეჭირა. რა განაპირობებს სექტორის მზარდ მაჩვენებელს და როგორია შეფასებები ამ კუთხით, თუმცა შუბაშვილი მუშაობს ამ თემაზე და დეტალებით მომდევნო გამოშვებებში შემოგვიაცდება. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო აცხადებს, რომ TNET-სა და TBC ბანკს შორის სავარაუდოდ არსებული ექსკლუზიური შეთანხმებით კანონის დარღვევა არ დადასტურდა. სააგენტოს ინფორმაციით მოკვლევა ეხებოდა TNET-ის მიერ ადმინისტრირებულ პლატფორმა SWOOP-ზე 2024 წლის ზაფხულის პერიოდში განთავსებულ აქციას, რომელიც ვრცელდებოდა მხოლოდ აღნიშნულ პლატფორმაზე სასტუმროებისა და განთავსების ობიექტების მომსახურებას და მხოლოდ TBC-ის Mastercard-ის ბარათის გადახდის შემთხვევაში. საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ ეკონომიკურ აგენტებს შორის ექსკლუზიური შინაარსის შეთანხმება არც წერილობით, არც ზეპირი ფორმით არ არსებობდა. ამასთან სააგენტომ TBC ბანკთან მიმართებით გასცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც სახელშეკრულებულ ურთიერთობები უნდა წარიმართოს ისე, რომ პროდუქტისა და მომსახურების მიმღებისთვის არ შეიქმნას გაუმართლებელი ბარიერები, განსაკუთრებით დომინანტური მდგომარეობის პირობებში. ხოლო ექსკლუზიური მიწოდების პირობები გამოყენებული იქნას მხოლოდ ობიექტურად დასაბუთებულ შემთხვევებში და იყოს პროპორციული, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქმის კურსი ამით დასრულებულია, ეთერში 1 საათში უბრუნდებით.